მგდარი უჯრედების ფენა, რომელიც მჭიდროდ არის ერთმანეთთან შეკავშირებული, ჩვენი ფრჩხილების მყარ ზედაპირს ქმნის. ადამიანის ხელის ერთი ფრჩხილი თვეში დაახლოებით 3 მმ-ით იზრდება, რაც უფრო სწრაფია ვიდრე ფეხის ფრჩხილების ზრდა. ეს მყარი დამცავი საფარები, რომლებიც ჩვენი ხელისა და ფეხის თითების ბოლოებში გვხვდება, ძირითადად კერატინისგან შედგება, რომელიც გამძლე ცილაა. ფრჩხილები იზრდება ფრჩხილის მატრიციდან, რომელიც კუტიკულის ქვეშ იმყოფება, სადაც უჯრედები სწრაფად იყოფა და ძველ უჯრედებს თითის წვერისკენ უბიძგებს. როდესაც ეს უჯრედები მაგრდება, ისინი ქმნიან ხილულ ფრჩხილის ფირფიტას. თავად ფრჩხილის ფირფიტა გამჭვირვალეა, რაც საშუალებას აძლევს მის ქვეშ არსებულ ფრჩხილის საწოლის ვარდისფერ ელფერს გამოჩნდეს. ხელის საშუალო ფრჩხილს სრული რეგენერაციისთვის დაახლოებით 6 თვე ჭირდება, ხოლო ფეხის ფრჩხილებს 18 თვემდე შეიძლება დასჭირდეს. ფრჩხილები არა მხოლოდ აუმჯობესებს მოქნილობას, არამედ ფარის როლსაც ასრულებს, იცავს მის ქვეშ არსებულ მგრძნობიარე კანს დაზიანებისგან. ისინი ასევე გვეხმარებიან ჩვენი საერთო ჯანმრთელობის შეფასებაში, რადგან ფრჩხილის ფერის ან ტექსტურის ცვლილებამ შეიძლება მიუთითოს ფარულ სამედიცინო პრობლემებზე.